ვინც აპირებთ კურიერობას, ერთი რამე გაითვალისწინეთ. მე ყოფილი ვარ კურიერი ველოსიპედით, მანქანით და სკუტერით. ყველაზე მაგარი აქედან არის სკუტერი. და რატო? ველოსიპედით რო იარო თბილისის ქუჩებში, სამშეკვეთაში ხარ მკვდარი. ძალიან ბევრი აღმართი გვაქვს და დაღმართი თბილისში. შესაბამისად, თბილისი არის მთაგორიანი ქალაქი. მანქანას რაც შეეხება, მანქანა ყველაზე კომფორტულია და შორმანძილებზე თუ გაქვს შეკვეთები ძალიან ასწორებს, მაგრამ ყოველთვის არ არის შორის შეკვეთები და გიწევს 3-ლარიანი, 4-ლარიანი შეკვეთების შესრულება ქალაქში. შუა დღის 12 საათიდან ღამის 8 საღამოს 8 საათამდე просто მანქანით ვერ გაივლი. არ არსებობს და იქ მოკვეთილი გაქვს ეგ დღე რა, ფაქტურად ვერ მუშაობ და გიწევს ან ძალიან დილით მუშაობა, ან 8 საათიდან გათენება. საბოლოო ჯამში ან ცოტა შოულობ, ან ცოტა ბევრ შოულობ, მაგრამ ჯანმრთელობაზე შეიძლება დაგერხეს ღამის პუნჩი. და სკუტერსაც შეეხება რა, ანუ სკუტერისთვის დრო ხო არ არსებობს. ანუ ისეთ საცობში მივლია, ისეთი კარგი სისწრაფით, ჩვეულებრივი სიჩქარით რო იარო საცობში, ძალიან სწრაფად მოძრაო. პლუს გაცილებით იაფია, ცოტა ნაკლები აქვს მანქანასთან შედარებით და გაცილებით სწრაფია და ნაკლები ენერგია ჭირდება ველოსიპედისგან განსხვავებით. საბოლოო ჯამში სკუტერი არის მეფე. თუ შეგიძლია სკუტერის მართვა, ყველა პონჩი სკუტერი ჯობს. მე თუ მკითხავ საერთოდ ქალაქში არ ჭირდება მანქანა. თუ ოჯახი არ გყავს და ერთად არ გიწევთ სიარული, სკუტერი არის ძალიან მაგარი ტრანსპორტი. ბოლოს მინდა მოვიყვეთ ესეთი პატარა შემთხვევები რა. მქონია მომენტი, სანაპიროზე ვიდექი და შუქმჩანზე ველოდებოდი მწვანეს რა და სკუტერით ვიყავი. ვიღაცას უყურებ გვერდზე ძალიან დაფორია გობს რა. დაახლოებით 2 წუთი ვდგავარ, აი თითქმის 2 წუთი რა. და ეს ტიპი მიდის და ბიჭო უცებ მოდის რა, აი სანამ მწვანე აინდება, უკვე რა უნდა წავიდე. კაცურად 150 მეტრი გამციეო რა. და ბიჭო, რო შეხედავდი, ტიპი იყო 2.20 სიმაღლეში. პირველი შემთხვევა იყო, რომ მეთქი რა უნდა ვინახო, ეხლა ამ ხელა ზურგ ჩანთა მაქვს უკან, როგორ უნდა დავსვა. ვერ გავიყვანთ ხო რა? მიდი 150 მეტრი გამცია. შედალოცვილო, ეგ ერთი ყურე 2 წუთია, მიდიხარ, მოდიხარ, ანუ 150 რა 500 მეტრი გაიარე. მაგრამ ხო ვიცი რომ მუხიანში უნდა წამიყვანო. просто ანუ არ ვიცი, არ იყო ფხიზელი ან ჯამრთელი არ იყო, ბომში ვაწოვებ, ანუ ეგ ტიპი იყო, ანუ არ ვიცი. ორ შემთხვევაში ვერ მოხერხდა იმის გეგმა ვერ აღსრულდა. კიდე იყო ესეთი შემთხვევა. დეზერტიერებთან ვარ. კაროჩე შუა დღეა, მზე აჭერს გემრიელად. გადატენილია მანქანებით ქალაქი. საპორტს კაროჩე წერ რომ ესე მისამართი ვერ ვიპოვი და აბა სად არის ეს ობიექტი. პლუს იქიდან კლიენტი მირეკავს რომ აი მალე იქნება. ნუ კაროჩე რა იმენა რომ ტრიალში ვარ და პლუს უყურებ რუკას. რომელმაც სწორად უნდა მიმიყვანოს იქ და წმივდივარ. 8 ვირიდო ან საცობიან რამე. და ბიჭო ამ დროს მზივარ სკუტერზე. ესე ვარ ჩემპიონში გაჩერებულზე და უკან მაგ ჩანთა რა. და ვიღაცა, ეგეც 2.20 იყო მინიმუმ ძმო. თან გამხდარი ხო ეს როსლი 1.60 იყო ეს რა. ის ტიპი 1.30 იქნებოდა. და ბიჭო, უცებ ეს ხო ვარ რა, ჩემ თემებში ვარ და იქ მანქანას ვიცი რომ ვიღაცა გავარდება გიჟებით. უცებ ვიღაც მოვიდა ესე და ვაიმე ვარდება. ჯო ვიღაცა მოვიდა ესე და სახში წავიყვანეო რა. და რო შეხედავდი ძმო, კბილები ხონდა ესე. სახში წავიყვანეო და ბიჭო, ხო შემეშინდა, ბიჭო, მეთქი ამაში ხო რა. და მეთქი, ბიჭო, როგორ წავიყვანო სახლში რა? აბა შეხედე მეთქი რა მაგთქო რა. არა, ხო კაი ბუდიში. და წავიდა და ღობეს მიიღუდა. რა წარმოედგინა, ანუ როგორ უნდა წამიყვანა ტიპი რა? ანუ ჰორიზონტალურად თუ შემოვახვრდი სკუტერს და გავყვანძავდი, ანუ ისი გვერდაждებოდა ზმო. ბიჭო, ეგონა ჩანთაში ჩავტენიდი და თავს ამოვაყოფინებდი და ანუ არ ვიცი, წელზე უნდა მომება ესე, აქ რო აქ თავი რა. წელზე უნდა მომება ჯიგარი და მოსახვებში. გახეთქილი მთვრალი იყო ტიპი. ძალიან სასწაულები არიან. თამცხა ბიჭო. ოიმე. აი ერთი ისტორია გადამჭა, ნუიდორ მისამართზე. მე მაგ რაღაცა გემრიელი პარკლებით, სუნი რო დამყვება და სახლები რო მომდებენ რა, ნამია. ბიჭო, გადმოვედი რა და ხა ვეძე მისამართს და ზოგიერთი მისამართი არის ძალიან არეული რა, და რაღაცა ჩართო რაღაცეები გონებაში. ბიჭო, ერთი ხალი მოდის ესე და ცოტა ისე რა, მოულოდნელად და გამარჯობაო და მეთქი, გამარჯობა. თქვენი ეს შეკვეთა თქო და კიო და ბიჭო რაღაცა ისე ბაზრობსო და რაღაცა ჯოხი უჭირავს, კაპუწულია, ოღონდ იამნად არ ეტყობა რომ რაღაცა გარეკილია. მეთქი, აი ამ ობიექტიდან მომაქ ეს თქო რა. 52 ნომერი თქვენია თქო? მიქნეს თავს. მეთქი 52 ნომერში თქვენ ცხოვრობთ? არაო? მაშინ თქვენთვის არ არის თქო რა. მე მომიტანე? ესე მიყურებს და ბიჭო, ბევრი ადამიანი გვხდება რა, ზოგადად კურიერობის დროს და მეთქი აბა ძალიან ემოციური ან რაღაცა არ ვიცი, რა თქო სტრანი იქ იმეჩვენა, მაგრამ ხო აბა თქვენ მოგიტანეთ, რა ვიცი, აი ამ ნომერში ცხოვრობთ? არაო? მაშინ თქვენთვის არ მომიტანია თქო რა. და ბიჭო, ეს ღიმილიანი სახე, უცებ
თუ აი მოწუწგი აქედან რა ბიჭო შემეშინა ძმა ანუ რამ შემაშინა იცი აი მე მომიტანე და უცო დოი მოწუწგი აქედან და თან დამიყვირა რამ ხელახმაზე იცი აი შემეშინა ძმა და მეთქი ფუ მეთქი და ნენელას ქარის სიარულით მეთქი დროზე მანქანაში ჩაჯექი რა მაშინ მანქანა მყავდა უყურებდი სარკეში მეთქი გეხოცები არ გამოიქცეს რა ჩავიჭო საბედნიეროდ არ მოსულა შეკვეთა არ მიმიტანია შეკვეთა მიდევს მანქანაში რა და უცებ გავიქეცე რაღაც ორღობის მოიფარე რა ჩავკეტე მანქანა და ურეკავ ტიპს რა მეთქი აი ამ ადამ ნომერში ვარ და აბასად ახართ რა გამოვიდა ეს ტიპი ვიღაცა იყო და ფორმულა 1-ში რო გინახავს რა უცებ მოუხვი ეგრე შევარდი აქ ამათან ორღობებში უცებ მივაწოდე რა ყველაფერი გემრიელად მიირთვით ასაფეთქი და იმენა გავგაზე რა აპასნი იყო თუზო ბოლოს მინდა ერთ რაღაცის თქმა ვისაუბრეთ კურიერებზე რომლებიც ცოტა ბაქიბუქობენ ბევრი ისეთი კურიერია რომელიც აი როცა მომსახურებაში მუშაობს შენ ყოველდღიურობაზე მაღლა უნდა იდგე მოხდილი უნდა იყო უფრო მეტად ხალისიანი და ასე შემდეგ ნუ არ არის აუცილებელი გემრიელად მიირთვი როგორც ბუნებრივად გამოგდის ეგრე ჯობს რა თქმა უნდა ზოგი უხასიათო კურიერია თვითონ კურიერებთან მიმართებაშიც კონფლიქტურია და მომხმარებელთან და ყველაფერს აგინებს გარშემო რაც კი დადის და სულ რაღაცა წარფშიკული და ისეთი უკმაყოფილო მიუხედავად მაგისა როგორი კურიერიც არ უნდა მოვიდეს ანუ გაგიღიმებს თუ დაგიფხვერს ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა დაუკარბოთ ამ ხალხს სიმამაცე იმიტომ რომ რაც ამ ყველა კურიერს დაერთიანებს ეს არის სიმამაცე ანუ ვერ ნახავ ის კურიერს რომელიც არის შიშარა ჩემ გარდა მაგრამ ბიჭო მე კი მოვყვები ეს ისტორიები მაგრამ ანუ ბიჭო არის რაღაცები ისეთ გეშინიათ მაგრამ არის ეგ არის ძალიან იშვიათად ხდება კლიენტთან ეგეთი დაძაბულობა რეალურად გზაზეა საშიშროება როცა დგები და შიშის მიუხედავად მაინც აკეთებ ამას ეგ არის სიმამაცე ანუ სიმამაცეა როცა რაღაც პუნჩი გეშინია მაგრამ მაინც აკეთებ იმიტომ რომ იცი რომ ეს სწორია შენთვის და შენი გარემოსთვის ნებისმიერ შემთხვევაში როცა ფიქრობ რომ აი ეს კურიერი ცუდია ანუ რა ის ყველა პუნჩი მამაცია არ არსებობს კურიერი ვისაც დუხი არ აქვს რა ანუ შენ კურიერი ხარ უკვე ჯანზე ხარ და მაგ კუთხით ცოტა გაგებით რომ მოვეკიდოთ კურიერებს რომ ზოგჯერ დაღლილია ზოგჯერ შეიძლება ისე გიპასუხოს მაგრამ იც ოკეია რა იმიტომ რომ ის იმდენამე საკეთებს სანამ შენამდე შეყვეთას მოიტანს რომ აი დედას ვიცავარ ეგ რო ნახო ორჯერ მეც გადავხდი რაც ახლობაზე იმას მინიმუმ იმსახურებენ იმიტომ რომ მაგარი ბიჭები და გოგოები არიან და მართლა ბევრს გადიან დღის მანძილზე რა არ გეუბნოს რომ კატალოგობენ ანუ იმენა იბრძვიან ტიპები რა ხო ასე რომ მიუხედავად ყოველისა კურიერებს რესპექტი ჩემგან მეც კურიერი ვარ მართალია ერთი წელი არ მიმუშავია მაგრამ რამე რო იყოს გადავქოქავ იმ ჩემ გაფუჭებულ სკუტერს და შევერავ ჩვენ ვთქვით რომ კურიერები არ არიან დიდრები მაგრამ კურიერობა მაგარია როცა ვსაუბრობთ მოხერხებულ გრაფიკზე შეიძლება 1 საათი გამორთო 1 საათი ჩართო ანუ როცა გინდა გადი შემოდია რა ერთი წელი არ მიმუშავე ეგეც მაგრამ კი მაგ აპლიკაცია და რამე რო იყოს ვიშოვი არ გავიქცე კურიერობა ძალიან კაია საწყისი ეტაპისთვის იმის რაღაც ისიქით ხვარი აქვს და იქ დედენჯობია მაგრამ დედენჯობებში კურიერობა ერთ-ერთი უმაგრესი რამეა შემოსავლის კუთხით და მოხერხებულობის კუთხით გრაფიკის სკულის ასე რომ კურიერობით დაწყება ცხოვრების არის ძალიან კარგი რამე თუ შეგიძლია მართო ხო დღეისათვის სულ ეს იყო რადგან ვისაუბრეთ ეგ უეჭველი აბა ხო